ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი იწყება. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვრთავთ ირაკლი კობახიძის განცხადებას. მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შექმნის შესახებ. გარდა ამისა, განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა. გასული დღეების განმავლობაში ჰქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. ამ გადაწყვეტილებამდე მივედით ჩვენ ერთობლივად. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნება ბატონი კახაბერ გულედანი. კახა გულედანს აქვს მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ჯერ კერძო სექტორში 2016-17 წლებში. ის იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მოგვიანებით ის იყო სამგორის რაიონის გამგებელი, ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი. კახა გულედანი დღემდე იკავებდა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას. მე მინდა წარმატებები უსურვო ბატონ კახა გულედანს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლის, ბატონ ირაკლი უღრმესი მადლობა. ნდობისთვის ეს ნდობა მანიჭებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. ამ ახალ გამოწვევებს და ამ ახალ პასუხისმგებლობას შევეცდები გუნდთან ერთად ღირსეულად გავართვა თავი. უღრმესი მადლობა. რამდენიმე თემა იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ იყო მინისტრის მოადგილეების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, კანონის თანახმად პრემიერ-მინისტრის მიერ ინიშნება მინისტრის სარგენებით მინისტრის მოადგილეები. აქ იყო განსხვავებული შეხედულებები, აქ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ პერსონებს, იყო განსხვავებული შეხედულებები, რომლებიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან. ეს ძალიან ზოგადად რომ გითხრათ, დანარჩენი არის რა თქმა უნდა ერთგვარში და სამსახურო, თუმცა იყო სხვადასხვა საკითხი, მათ შორის მოადგილეების თემა, რასაც ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ჩვენ ჰქონდა აბსოლუტურად ჩანსაღი დიალოგი ამ თემასთან დაკავშირებით და ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე. ამასთან დაკავშირებით თავად ბატონი გრიგოლი მოგახსენებთ, ჯერჯერობით ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. დღეს 20 წინ მომიწია ამასთან დაკავშირებით კომენტარი ეს გაკეთება. ეს არის რა თქმა უნდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ზოგადად მართვის პროცესის ნაწილი. ნახოთ ჯერჯერობით უზრუნველყოფილია ბუნებრივია მთავრობაში ისეთი საკადრო სურათის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მაქსიმალურად ეფექტიან განვითარებას. დანარჩენ შევხედოთ, ეს არის ჩანსახი პროცესი. თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენთ ირაკლი კობახიძეს, როგორც მოისმინეთ, პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე კახა გულედანი წარადგინა. ამ პოსტს აღარ დაიკავებს გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც როგორც პრემიერმა განაცხადა, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა. განაგრძობთ გამოშვებას 79 ხმით პარლამენტმა მხარი დაუჭირა ანდრია ოხანაშვილის კანდიდატურას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ანდრია ოხანაშვილი, რომელმაც პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი ჩაანაცვლა, 6 წლის ვადით აირჩიეს. იუსტიციის მინისტრობამდე ანდრია ოხანაშვილი რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო. საკანონმდებლო ორგანოში მარიამ კოპალეიშვილი იმყოფება, ის თემაზე დილიდან მუშაობს. მარიამ, დეტალებს ველოდებით ჩვენგან.
ანდრია ოხანაშვილი უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელია. ის პარლამენტმა რამდენიმე საათის წინ უკვე ოფიციალურად დაამტკიცა. პლენარული სხდომის დაწყებამდე კი მას მოусმინეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც მან შესავალი სიტყვით ისარგებლა, ისაუბრა პრიორიტეტებზე და უპირველეს ყოვლისა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ის ასევე მადლობას უხდის სამთავრობო გუნდს და მის წინამორბედს გრიგოლ ლილუაშვილს. ანდრია ოხანაშვილი ამბობს, რომ ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და პრიორიტეტზე ის მომდევნო წლების განმავლობაში იმუშავებს. პირველ რიგში მსურს, რომ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდს გამოცხადებული დიდი ნდობისთვის. ჩემთვის ეს არის განსაკუთრებული და გამორჩეული პატივი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ვაცნობიერებ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან, ამ სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციასთან და ამ პოზიციიდან ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესების დაცვასთან. მსურს მადლობა გადაუხადო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს, რომელმაც გამოწვევებით სავსე პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი და გამართული ფუნქციონირება უზრუნველყო. მადლობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც დაუღალავი შრომით ჩვენი სახელმწიფოსთვის საფრთხეების თავიდან აცილებაში წვლილი შეიტანა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლად არჩეული ხელმძღვანელი იმ პრიორიტეტებზე საუბრობს, რომელზე მუშაობაც მას მომდევნო წლების განმავლობაში მოუწევს. ანდრია ოხანაშვილი საუბრობს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, ასევე სამხედრო დაპირისპირებაზე, უკრაინის ომზე და ომის გავლენაზე საქართველოში. ის გარე გამოწვევებთან ერთად საუბრობს ასევე შიდა გამოწვევებზე და კონკრეტული ძალის ინტერესებზე, მათ შორის პოლიტიკური მოცემულობის განზრახ შეცვლის მცდელობით და ასევე ევროკავშირთან ურთიერთობების დაახლოების განზრახ გაჭიანურებისთვის. ამბობს, რომ ეს იქნება სწორედ მისი ყურადღების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი საქმიანობის წარმართვისას. უმთავრესი, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა, ეს ეხება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, ოკუპაციას, მოქალაქეების უკანონო დაკავებას, უკანონო ბორდერიზაციის საკითხს, კონფლიქტების ამოწურვა, კონტრტერორისტული ნაბიჯების გადადგმა იქნება მისი საქმიანობის მთავარი ორიენტირი, როგორც ანდრია ოხანაშვილი ამბობს და მისი შესავალი სიტყვის შემდეგ სხდომის ნაწილი უკვე დახურულად გამოცხადდა. ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის კონტექსტში საუბრისას მხედველობაში მისაღები არაერთი ფაქტორი, მათ შორის რეგიონში არსებული ვითარება და მსოფლიოში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევას კვლავ განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თამდევი პროცესები. მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდეს აქტიური მუშაობა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებისგან თავის დასაცავად და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად. გამოწვევებს განეკუთვნება აგრეთვე სხვადასხვა ძალის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის ნიადაგის მომზადება. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების ინტერესებში შედიოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური პროცესები. ამასთანავე გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებულ პირთა მცდელობები საქართველოში მოქმედ მედია საშუალებებსა და ცალკეულ ჯგუფებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და მათი გამოყენების მიმართულებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააგრძელებს აქტიურ მუშაობას აღნიშნული საფრთხეების ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით. საყურადღებოა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეების საკითხი. ამის ერთ-ერთი მაგალითია სხვადასხვა უცხოური ძალისა და მათთან დაკავშირებული კერძო პირების მიერ საინფორმაციო ომის ფარგლებში წარმოებული კამპანიის შედეგად ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეფერხებისა და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების მცდელობები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად გააგრძელებს ამ დანაშაულებზე რეაგირებასა და სხვა სახის
ჰიბრიდულ საფრთხეებზე საპასუხო ღონისძიებების გატარებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად იმუშავებს აგრეთვე კონტრტერორისტული მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო მიმართულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. სამსახური გააგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობასა და სათანადო ღონისძიებების განხორციელებას. ანდრეი ოხანაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად 79 ხმით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა, ის თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს. მადლობა მარიამ კოპალეიშვილი გვერდთობოდა პარლამენტიდან. პრემიერმა იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის პოსტზე ანდრეი ოხანაშვილის კანდიდატურა შეარჩიეს. ირაკლი ყობახიძემ სუსის ახალი უფროსის გამოცდილებაზე გააკეთა აქცენტი და მას წარმატებები უსურვა. ზოგადი კრიტერიუმი ყოველთვის არის პირველ რიგში კომპეტენცია და მეორე არის კეთილსინდისიერება და ამ კუთხით ორივე კუთხით ანდრეი ოხანაშვილი არის აბსოლუტურად გამორჩეული. ის არის ძალიან კომპეტენტური, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გამოცდილება და ის არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი და ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. არა მარტო კარგი კანდიდატია და ძალიან კარგი კანდიდატია ანდრეი ოხანაშვილი ამ თანამდებობისთვის, არამედ ის არის ყველაზე მეტად შესატყვისი, ვინც კი მახსენდება, ყველაზე მეტად შესატყვისი კანდიდატი ამ თანამდებობისთვის, გამომდინარე მისი გამორჩეული კომპეტენციიდან და მისი გამორჩეული კეთილსინდისიერებიდან. მე მინდა მას წარმატებები უსურვო შემდეგი 6 წლის განმავლობაში. თორნიკე რიჯვაძემ თანამდებობა დატოვა. რიჯვაძემ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მივიღე გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ. მე 7 წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას, დროა სახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს. მინდა მადლობა გადავხადა ბატონ ბიძინაევანიშვილს შესაძლებლობისთვის მემსახურა ჩემი კუთხისთვის. მადლობა ირაკლი ყობახიძეს და მიხეილ ყაველაშვილს მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა აჭარის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის. ვრჩები ქართული ოსნობის ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ, არაერთი დიდი გამარჯვება გველის წინ წერს თორნიკე რიჯვაძე. ჩვენ გვექნება ყველაფერთან დაკავშირებით კონსულტაციები, მე გუშინაც მქონდა საუბარი თორნიკე რიჯვაძესთან, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე მას მინდა მადლობა გადავუხადო, ბევრი რამ გაკეთდა აჭარაში გასული წლების განმავლობაში და მას ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. რაც შეეხება მომავალში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, დიდი ალბათობით დღესვე წარუდგენთ პრეზიდენტთან ერთად ახალ კანდიდატურას, გვაქვს ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები, ასევე შეასრულო კანდიდატთან კონსულტაციები და დიდი ალბათობით დღეს უკვე წარუდგენთ კანდიდატს, წინ არ გავუსწრებ მოვლენებს. პრემიერ-მინისტრი უზენაესის სასამართლოს მოსამართლეებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა. ირაკლი ყობახიძის განცხადებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა ქვეყნის ამოუკიდებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედია და ამ საკითხთან მიმართებაში ხელისუფლება მაქსიმალურად პრინციპული იქნება. პრემიერმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო მოსამართლეების მიმართ დაწესებულ სანქციებზე. ირაკლი ყობახიძის განცხადებით, ეს არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სანქციებს აწესებენ. უზენაესის სასამართლოსთან სიმონ შანავა იმყოფება, ის პრემიერის მთავარგზავნილებს უფრო დეტალურად გაგვაცნობს. სიმონ, გისმენთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან. დახურულ კარს მიღმა მხარეებმა ისაუბრეს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა ქართულ მოსამართლეებს მადლობა გადაუხადა, ასევე ისაუბრა გაჯანსაღებაზე სასამართლოს სისტემის და მაგალითად მოიყვანა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ასევე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა 2012 წლამდე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და მან თქვა, რომ 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემაში არის ბევრი ცვლილება. ჩემს ძალიან დიდი პატივია თითოეულ თქვენგანთან შეხვედრა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, მოსამართლეებთან შეხვედრა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელებული პირველ რიგში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მიმართულებით, რაც ყველას მოგეხსენებათ და ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევა უკავშირდება სწორედ სასამართლო სისტემაში მდგომარეობის გაჯანსაღებას და
შედეგში თითოეული თქვენგანი სული არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული, რომ არა მოსამართლეები, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებით სასამართლო სისტემას სამართალს ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამ მასშტაბის ცვლილებები არ დადგებოდა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადო თითოეულ თქვენგანს. მე მინდა გავიხსენო კიდევ ერთხელ ის ვითარება, რაც იყო შექმნილი ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე, ზოგადად დემოკრატიის კუთხით, ადამიანის უფლებების კუთხით და უფრო კონკრეტულად სასამართლოს მიმართულებით. ყველას გახსოვთ, რომ იყო არსებითი პოლიტიკური კონტროლი, ძალიან მძიმე პოლიტიკური კონტროლი და ზეწოლა სასამართლო სისტემაზე, ძალიან მძიმე პირობებში უწევდათ მაშინ მოსამართლეებს მუშაობა და შედეგიც სახეზე იყო. და შედეგი იყო გამოხატული მათ შორის სტატისტიკით, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სტატისტიკურ მონაცემებზე და კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის თუ რა შედეგს მიაღწია სასამართლო სისტემამ 2012 წლის შემდეგ. ანუ შევადაროთ ვითარება მანამდე და ვითარება 2012 წლის შემდეგ. გამართლებელი განაჩენები ყველას გვახსოვს, როგორი იყო მაშინ სტატისტიკა 0.1% ნაკლები იყო მაჩვენებელი 2012 წლამდე. რაც იყო საერთო სისტემის შედეგი, დღეისათვის მე რამდენიც ვიცი და ახლობით 9% შეადგენს გამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი, რაც უკვე შეესატყვისება იმ საერთო პრაქტიკას, რომელიც არის ევროპულ ქვეყნებში სამჯერ შემცირდა როგორც წინასწარი პატიმრობის, ასევე ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, რაც სისტემურ ცვლილებაზე მეტყველებს ბუნებრივია სასამართლო ხელისუფლებაში. ასევე რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებზე, შუამდგომლობას ორჯერ არის შემცირებული დაკმაყოფილების მაჩვენებელი, ჯარიმებს რაც შეეხება 5ჯერ არის შემცირებული მოცულობა, გირაოს შეფარდების მაჩვენებელი თითქმის 20ჯერ არის შემცირებული. და ამ ყველაფრის კულმინაცია არის ის, რომ რამდენჯერმე ნაკლები სარჩელი შედის სტრასბურგის სასამართლოში, გულისხმობს სარჩელებს, რომლებიც შეიძლება იყოს დაკავშირებული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან. მაჩვენებელი არის სამჯერ ნაკლები, რომც გამოვახლოთ რუსეთთან დაკავშირებული დავები სტატისტიკას. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ზოგადად სამართლებრივი კულტურა ქვეყანაში იზრდება, წესით ამ ფონზე უნდა იზრდებოდეს სარჩელების რაოდენობაც, რაც იგზავნება ქვეყნიდან საერთაშორისო სასამართლოში, თუმცა ამ ფონზეც კი სამჯერ არის შემცირებული ეს მაჩვენებელი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თვისებრივად და რადიკალურად არის გაუმჯობესებული ვითარება საქართველოში სასამართლო სისტემაში. და ეს სისტემა არის არამხოლოდ უკეთესი იმასთან შედარებით, რაც იყო მანამდე, არამედ ეს სტატისტიკაც ცხადყოფს იმას, რომ ეს სისტემა დღეს თვისებრივად ჯანსაღად ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, ხარვეზები შეიძლება იყოს ნებისმიერ მართლმსაჯულების სისტემაში, ნებისმიერ ქვეყანაში, ყველაზე განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას მათ შორის ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით ის, რომ თვისებრივად ჯანსაღად ფუნქციონირებს საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა. იმ მანკიერებას, რაზეც საუბრობდი, ფარველობდნენ ზუსტად იგივე ძალები, რომლებიც დღეს თავს ესხმიან ქართულ დამოუკიდებელ მართლმსაჯულების სისტემას. ამაშიც არის ბუნებრივია თავისი ლოგიკა, ვისაც მოწონდა მანკიერებები სასამართლო სისტემაში თავის დროზე, მას არ მოწონს დღევანდელი გაჯანსაღებული სასამართლო სისტემა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს სასამართლო სისტემაში ვითარება არის რადიკალურად განსხვავებული, უზრუნველყოფილია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მოსამართლის დამოუკიდებლობა და ეს არის მთავარი მიღწევა, რასაც ყველაზე მეტად უნდა გავაფრთხილდეთ თითოეული ჩვენგანი, ეს არის ბუნებრივია თითოეული მოსამართლის პასუხისმგებლობა და ეს არის მათ შორის ხელისუფლების სხვა შტოების პასუხისმგებლობაც. მთავარი არის მაინც ბუნებრივია ეს, რომ ჩვენი მოქალაქეების, ადამიანების ინტერესები, უფლებები უნდა იყოს დაცული მართლმსაჯულების სისტემის მიერ, ამაზე უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი ორიენტირებული და ამ კუთხითაც ვფიქრობ, რომ ვითარება არის თვისებრივად გაჯანსაღებული და ჯანსაღი ჩვენ სასამართლო სისტემაში. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დახურულ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, მაგალითისთვის მოიყვანა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის საქმე და თქვა, რომ მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, ასევე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა რუსთავიორის საქმესთან დაკავშირებით და თქვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ ფაქტობრივად უცვლელად დატოვა ქართული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მუდმივი და სტაბილური წინსვლის პროგრესის და ფუნდამენტური გაჯანსაღების მიუხედავად ჩვენ ხედავდით გამუდმებულ თავდასხმას სასამართლო სისტემაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, უფრო კონკრეტულად, მათ შორის ჩვენ ხედავდით
საბჭოური მეთოდების გამოყენებით სასამართლო სისტემის ბრენდირების მცდელობას. გახსოვთ, რომ იყო კონკრეტული ტერმინები შერჩეული, რომლებითაც კონკრეტული ძალები ცდილობდნენ სასამართლო სისტემის სტიგმატიზებას, რაც არის კიდევ ერთხელ ვიტყვი საბჭოური, ასე ვთქვათ, მეთოდი და ჩვენთვის ეს არის, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელი. ამ ყველაფრის მიუხედავად, მოქალაქეები ხედავენ იმას, თუ რა ვითარებაა დღეს სასამართლო სისტემაში, ჩვენ მუდმივად ვატარებთ მათ შორის სოციოლოგიურ კვლევას და შემიძლია თავად გითხრათ, რომ ამ ობიექტური სოციოლოგიური კვლევების თანახმად გასული რამდენიმე წლის განმავლობაში არც ერთ კვლევაში 50%-იან მაჩვენებელს არ ჩამოცილებია ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ. ანუ მოსახლეობის უმრავლესობა ყველა კვლევის თანახმად, რაც ჩატარდა ბოლო წლების განმავლობაში, ენდობა სასამართლოს მის დამოუკიდებლობას და ეს არის, რა თქმა უნდა, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ერთია ფაქტი, მეორეა აღქმა და ამ შემთხვევაში ფაქტი და აღქმაც ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენ ვხედავდით პირდაპირ უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლო დამოუკიდებლობაში მთელი ამ წლების განმავლობაში. ძალიან კარგად გვახსოვს ყველას რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა, მაგალითად მოსამართლე ჩხიკვაძის საქმე. როდესაც კონკრეტულ მოსამართლეს მოსთხოვეს ანგარიში კონკრეტულ საქმეს. ეს არის ქმედება, რომელსაც პირდაპირ გრძელავს საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა გახსოვთ, რომ კონკრეტული საელჩო წარმომადგენელი მივიდა მოსამართლესთან და მას მოსთხოვა საქმე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიში. საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენელზე. დღეს ადვილია უფრო ამ თემაზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ საუბრობთ ყოფილ ადმინისტრაციაზე, რომელსაც დღეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება, მოქმედი ხელისუფლება აკრიტიკებს პირველ რიგში სწორედ დემოკრატიის მიმართულებით და სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის მიმართულებით არასწორ და უხეშ ქმედებებში. რეალურად ამას ხედავდით ჩვენი ქვეყნის მაგალითზე. მოსამართლეს ერთგვარი სანქცია დააკისრეს, მას ვიზიტი გაუქმეს. ეს თავისთავად საინტერესოა, რომ ვიზიტი ერთგვარი აღიარება იყოს ყველაფერის, ვიზიტები განიხილება როგორც ზემოქმედების ინსტრუმენტი მოსამართლეების მიმართ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა, რასაც ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ. და ყველა საინტერესო არის ის, რომ ეს საქმე წავიდა მოგვიანებით ისევ და ისევ სტრასბურგის სასამართლოში და სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც მას მოსთხოვეს ანგარიში, იყო აბსოლუტურად სამართლიანი. ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ასე უხეშად სცადონ შეჭრა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ქართული სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, არის დამოუკიდებელი და აუცილებლად იქნება მომავალშიც დამოუკიდებელი. ასევე, სელექციური პრივილეგიები. იცით, როგორი პრაქტიკა იყო დანერგელი 20-25 მოსამართლე, ერთი და იგივე მოსამართლეები სარგებლობდნენ კონკრეტული პრივილეგიებით, რატომღაც მაინც და მაინც ამ მოსამართლეებს ან ყოველ შემთხვევაში მათ ნაწილს გამოქონდა უცნაური გადაწყვეტილებები. ეს პრაქტიკაც არის კატეგორიულად მიუღებელი, აქაც აშკარად ჩანდა, რომ კონკრეტული პრაქტიკა გამოიყენებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობისთვის. ბუნებრივია, ამასაც ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ. ასევე ჩვენ გვქონდა მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი, დისკუსიები ეგრეთ წოდებულ ვეთინგთან დაკავშირებით, რომელიც იყო შეფუთული ლამაზი სახელით, კეთილსინდისიერების შემოწმება. სინამდვილეში ჩვენგან მოითხოვდნენ პირდაპირ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობას. სამ უცხოელს უნდა გადაეწყვიტა ის, თუ ვინ რჩებოდა სასამართლო სისტემაში და უფრო მეტიც შემდეგ ვინ დაინიშნებოდა გათავისუფლებელი მოსამართლის ადგილზე. კონსტიტუციის პრინციპების წინააღმდეგ უნდა მოხდარიყო ეს ყველაფერი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის ძალიან მყარად არის დაცული მოსამართლის დამოუკიდებლობა, მათ შორის არის გარანტირებული მოსამართლის უადოობის პრინციპი და ამ ყველაფრის ფონზე სამ უცხოელს უნდა გადაეწყვიტა უადოდ განწესებული მოსამართლის ბედი და უფრო მეტიც უნდა დაენიშნა ახალი მოსამართლეები. ამ მასშტაბით ითხოვდნენ ჩვენგან სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. ბუნებრივია, არც გვიფიქრია ასეთ ნაბიჯზე წასვლა. გავიხსენოთ რუსთავის საქმე. მაგალითად, 9 მოსამართლე, უზენაეს სასამართლოს 9 მოსამართლე გამოაცხადეს პირდაპირ ამის ქვეყნის მტრად. ეს საქმე წავიდა სტრასბურგის სასამართლოში და ყველას გახსოვთ, როგორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. აქაც გამოჩნდა, რომ სინამდვილეში აქ საქმე ქონდა ჩვენ არა ვიღაცის გულწრფელ ემოციებთან,
სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არამედ ეს იყო სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის, მათ შორის გარე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების ცდილობა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ასეთი პრაქტიკა, ჩვენ მას მომავალშიც აუცილებლად დავუპირისპირდებით, გამომდინარე იქიდან, რომ სამართლიანობა და სამართალი არის მთავარი, რასაც ჩვენ უნდა გავაფრთხილდეთ. ზოგადად სტრასბურგის სასამართლომ ყველა შეკითხვას გასცა პასუხი. როდესაც საუბარი იყო ხოლმე სასამართლოსთან დაკავშირებით, კრიტიკული განცხადებები, ჩვენ ყოველთვის თხოვდით ხოლმე ყველა შესაბამის სუბიექტს წარმოედგინათ კონკრეტული საქმეები, რასთან დაკავშირებითაც მათ ჰქონდათ კრიტიკული შეხედულებები. ზოგადად საუბარი ჩვენთვის იყო მიუღებელი სასამართლოს შესახებ. არც ერთ ჯერზე მათ არ წარმოუდგენიათ ასეთი საქმეები. უფრო მეტი ჩვენ ვეუბნებოდით, რომ რა თქმა უნდა ნებისმიერ სისტემაში შეიძლება იყოს პრობლემური საქმეები, სადაც ვიღაცა შეიძლება კონდეს იმის განცდა, რომ რაღაც სამართლიანად არ გადაწყდა, ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი რამ ბუნებრივია ხდება. საქართველოსთან დაკავშირებით ვითხოვდით კონკრეტულ საქმეებს, არც ერთ ჯერზე, ვერც ერთ ჯერზე, უმпроსორად ვერ წარმოგვიდგენეს ვერც ერთი ასეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც შეიძლებოდა ყოფილიყო ასე ვთქვათ, კაფიო განცდა იმისა, რომ რაღაც საკითხი უსამართლოდ გადაწყდა. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ასევე იყო ის სანქციები, რომელიც დაწესდა ბრიტანეთის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ტრაგედია არა ქართული მართლმსაჯულებისთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. გარდა პრემიერ-მინისტრისა, ასევე დღეს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემაც. რა თქმა უნდა, სანქციები არის პოლიტიკური ჩარევის ყველაზე უხეში ცდილობა. ბუნებრივია ამ ცდილობასაც ვერ ექნება ვერავითარი შედეგი, მაგრამ თავისთავად ეს ცდილობა იმსახურებს უკვე ძალიან ღრმა შეშფოთებას. ეს არის ტრაიკული მოვლენა. არა იმ მოსამართლეებისთვის, რომელთა მიმართაც სანქციები მოქმედებს, არამედ ეს არის ტრაგიკული მოვლენა იმ ქვეყნებისთვის და იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ასეთ საქმით არიან დაკავებული. ბოლო ასეთი შემთხვევა ჰქონდა ჩვენ დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში, როგორც მოგეხსენებათ, ისინი შეეხნენ ორ მოსამართლეს. ეს არის აბსოლუტურად ტრაიკული მოვლენა. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, ვინ იყო ჯონ ლოკი. ცნობილი ინგლისელი, მოაზროვნე, განმანათლებელი და ეს იყო ერთ-ერთი, ვინც საფუძველი ჩაუყარა სამართლებრივ აზროვნებას ინგლისში და შესაბამისად ბრიტანეთშიც. და ჯონ ლოკის ქვეყანაში დღეს გვეუბნებიან, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, ციტირებ, გონივრული ეჭვი, რომ კონკრეტული მოსამართლეები გარეული იყვნენ კორუფციულ გარიგებებში. არავითარი კონკრეტიკა და კონკრეტიკას რო თავი დავანებოთ, საუბარია გონივრულ ეჭვზე. ხეშად რო თქვა, ჯონ ლოკი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ასეთ რამეს ხედავს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან. თქვენ მოგეხსენებათ, სანქციები პრაქტიკულად თავისი არსით ეს კონკრეტული სანქციები უთანაბრდება სისხლის სამართლებრივი საშიშს. ანუ შეზღუდების ხარისხი არის იმდენად მაღალი, რომ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვითაც რომ ვიშელოთ, გაუთანაბრდება ეს სანქციები სისხლის სამართლებრივ საშიშს. და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რა სტანდარტი მოქმედებს ასეთი ტიპის სანქციების შეფარდების დროს. და გვეუბნებიან, რომ გონივრული ეჭვი ყოფილა საკმარისი და ყოველი კონკრეტიკის გარეშე საუბარი კორუფციულ გარიგებებზე ყოფილა საკმარისი იმისათვის, რომ ასეთი ტიპის სანქციები დააწესოს უცხო ქვეყნის ხელისუფლებამ ქართველი მოსამართლეების მიმართ. მართლა ტრაგიკულია ეს მოვლენა, სხვა შეფასებას უბრალოდ ეს ყველაფერი არ იმსახურებს. მანამდე იყო ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის სანქციები, სავიზო შეზღუდვები. ესეც არის თომას შეფერსონის ქვეყანა, ნამდვილად ტრაიკულია, როდესაც თომას შეფერსონის ქვეყანაში გამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ასანქცირებენ ქართულ მოსამართლეებს და მოგვიანებით გეუბნებიან, რომ არ აქვთ არავითარი მტკიცებულებები და ღია წყაროებიდან, პრესიდან, ტელევიზიებიდან, მედიიდან მიიღეს ინფორმაცია გარკვეულ სავარაუდო ქმედებებთან დაკავშირებით. ეს ტრაგიკულია, ხო, სხვა სახელი არ შეიძლება ყველაფერს დაერქვას. ჯეფერსონის ქვეყანაში არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს. ეს არის პირდაპირ შეიძლება ითქვას პოლიტიკური
ჩარევის ცდილობა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ვერავითარი შედეგი ვერ ექნება და ამის გარანტი არის თლიანად ხელისუფლება. თქო, ამის გარანტი ხარ თქვენ პირველ რიგში მოსამართლეები და ამ ყველაფერში ჩვენ მხრიდან, როგორც აღმასრულებელი, ასევე შემიძლია გადმოგცეთ თქვენ საკანონმდებლო ხელისუფლების პოზიციაც. თითოეული შტოს დამოუკიდებულება იქნება ძალიან კაფიო, ჩვენ ვერ დაუშვებთ ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ვერავითარ შეზღუდვას. სამწუხაროდ ჩვენ კვლავაც გვიწევს იმ სირთულეებზე საუბარი, რომელიც წლები აღწევდება სასამართლოსთან მიმართებაში და რომელიც უხეშად ლახავს როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობას, ისე თითოეული ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას. იცით თქვენ, რომ ჩვენს კოლეგებს ბოლო პერიოდში უწევთ უკვე მუშაობა გამუდმებული ბულინგის შეურაცხყოფის პირობებში და ამ ბოლო პერიოდში ამ ყველაფერს დაემატა უკვე შანტაჟის ენით საუბარი. ვერ ხსნი იმ მოცემულობას, რომ მოსამართლე შეიძლება დასანქცირდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს. განსაკუთრებით იმ პირობებში და იმ ვითარებაში, როდესაც ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი ვერ იქნა დადებული რომელიმე გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე. სანქცირებულთა სიები მაქვს ხედველობაში, მოსამართლეების გვარების განუჩენა უკვე მიუთითებს იმაზე. სავარაუდოდ აქ გათვლა კეთდება იმაზე, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი გაძლიერდეს ინდივიდუალურ მოსამართლეში და ამან უზრუნველყოს ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს შიგნიდან ჩამოშლა. უზენაეს სასამართლოში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან. მადლობა კურიერის ეთერში სიმონ შანავა იყო. ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. მან საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა. საუბარია 359 მუხლზე, რომელიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას. კომისიის ხდომაზე ჯაფარიძე არ გამოცხადა, რის შემდეგაც ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხა. საქმის ფარგლებში ბრალი უკვე წარდგენილი აქვს მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც სასამართლომ 50,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურიდან გვაქვს ახლა პირდაპირ ჩართვა. კესო ქაფიანიძე მოგიყვება დეტალებს. კესო, გისმენთ. ბადრი ჯაფარიძემ უკვე დატოვა თბილისის პროკურატურა და მას 359 მუხლით წარედგინა ბრალი, რაც 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას გულისხმობს. ის არ გამოცხადდა დროებით საგამოძიებო კომისიაზე და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მის წინააღმდეგ ცისხლის სამართლის საქმე. საუბარია კომისიაზე, სადაც შპს მაგნეტის დამფუძნებელმა ისაუბრა, რომ წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ჩამოართვა ბიზნესის რეკეტი განახორციელა და ჩამოართვა მას ბიზნესი. აქ ბადრი ჯაფარიძე თავის თანაგუნდელებთან ერთად მოვიდა თბილისის პროკურატურასთან, სადაც ძლიერი საქართველოს წევრებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. მათ აღნიშნეს, რომ პროცესი არის პოლიტიზირებული და საქმის სტრასბურგში გაგრძელება დაანონსეს. ბრალი წამიყენეს ხება კომისიაზე, ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე ჩემს არ მისვლას, ამასთან დაკავშირებით არ ბრალი წაყენებული. კონკრეტულად შემდგომი ნაბიჯები რა იქნება პროკურატურის მე არ ვიცი, დაველოდოთ. ყოველ შემთხვევაში ეს ცხადია, რომ დღევანდელი რეპრესიული რეჟიმი იყენებს პროკურატურას, სასამართლოს ოპონენტების მიმართ ანგარიშწორებისთვის. ეგრეთ წოდებული კომისიის მიზანი არის არა ისტორიული და ფაქტობრივი სიმართლის დადგენა, დაზარალებული პირების უფლებების აღსადგენა და არამედ პოლიტიკური ანგარიშწორება. კოალიცია ძლიერი საქართველოს სრულად იზიარებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიციას აღნიშნული კომისიის ბოიკოტირების შესახებ. არ დაუშვებს კოალიციისა და მისი ლიდერების დისკრედიტაციას. ჩვენ ახლავე დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს და ასევე მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, რაცა საზოგადოების თვალში ვამხილოთ რეალური ზრახვები. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიაზე არ დასწრების მთავარი მიზეზი კითხვებზე პასუხისგან გაცემისგან თავის არიდება. ქართულ ოცნებაში კიდევ ერთხელ შეახსენეს იმ პირებს, რომლებიც არ ცხადდებიან საგამოძიებო კომისიაზე, რომ კომისიის დაუმორჩილებლობა სისხლის სამართლით ისჯება.
ამ ადამიანებს არაფერი აქვს სათქმელი, თქვენ იცით რომ ისინი საკმაოდ ძიმე ქმედებებში არიან ეჭვმიტანილი, განსაკუთრებით წინა ხელისუფლების პირობებში, თუმცა არა მარტო მაშინ, დღესაც ხედავთ რომ ისინი არიან მთლიანად ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით დაკავებული. თავი მიზეზი, რადგანაც არ მიდიან ისინი პარლამენტში, სახელმწიფო კომისიაში, არის ის რომ მათ არ აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც აუცილებლად დაისვენებდა სახელმწიფო კომისიაში. ბატონი ბადრი ჯაფარიძის, ბატონი მამუკა ხაზარაძის არ გამოცხადებას საგამოძიებო კომისიაში ორი მიმართულებაა. პირველი, ერთი რა დავალებაცაა კოლექტიური ნაცმოძრაობის თითოეულ დანაყოფს, რომ მაქსიმალურად დემონსტრაციულად არც ემპატიები სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, ასეც დამერწმუნეთ სათანადო პასუხს მიიღებენ და მეორე, ამით რეალურად მათმა პოლიტიკურმა ჯგუფმა აღიარეს პირდაპირ მნიშვნელოვნად და პირდაპირ, რომ იყვნენ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის იმ დიდი სისტემის, იმ დესტრუქციული იმ წამებლური და იმ რეკეტის სისტემის, რომელიც ნაციონალური დროს მოქმედებდა. მათივე საქციელი არის, მათივე წარსულის მხილება. დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ დასწრების შემდეგ კომისიამ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის არ დასწრების შემდეგ კომისიამ პროკურატურას მიმართა. დღეს ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ 349 მუხლით წარუდგინა ბრალი. მადლობა კესო კაფეინზე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ისე პოლიტიკური შეფასებების თემა ზაზა შათირიშვილის წერილი. ვრცელ ტექსტში ნათქვამია, რომ ტრამპი ზუსტად ისევე აიძულებული დაექვემდებაროს გლობალურ ომის პარტიას და Deep States, როგორც ბაიდენი. საქართველოსთან მიმართებით კი ახალი ადმინისტრაცია დუმილის რეჟიმში რჩება, რადგან ქართულ ოცნებაზე თავდასხმა დღეს კონტრპროდუქტიული იქნებოდა. მართლ გუნდში აცხადება, რომ წერილის დეტალების განხილვაში არ შევლენ, მაგრამ კითხვები აქვთ. მათივე თქმით, ვაშინგტონის მხრიდან ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან, ჯერ ვერ ხედავენ მასშტაბურ ნაბიჯებს, თუმცა იტოვებენ იმედს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება. შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. შედათ ველოდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენ არჩევნები როცა დარდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, უარეს სცენარზეც ჰქონდა გათვლილი და ეს უარესი სცენარი იქნებოდა იგივე, ასე ვთქვათ, მართლობის დარჩენა ხელისუფლებაში, რაც მანამდე მოქმედებდა. ამ სცენარისთვისაც კი ვიყავით ჩვენ მზად, აბსოლუტურად მზად. ვერც ამ სცენარის პირობებში ვერ შეარყევდა ვერავინ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ახლა უკვე მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა ტრამპის არჩევამ. თავი შედეგი არის ის, რომ საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ სხვანაირად გაიგო. უკვე ხედავთ, რომ ახალი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში საუბრობს იგივეს წინა ხელისუფლებაზე, რასაც ჩვენ საუბრობდით 4 წლის განმავლობაში. ეს უკვე ძალიან ხელშესახები შედეგია, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, ვნახოთ. ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად, არის ორი შეასრულო სცენარი. ერთი სცენარია, რომ ტრამპი ამარცხებს Deep States, ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენთვის, რა თქმა უნდა, კარგი სცენარი. რაც ხელშეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, მაგრამ თუ ტრამპი ვერ დაამარცხებს Deep States, ამ შემთხვევაში არის რისკი იმისა, რომ ისევე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება, როგორც ეს გრძელდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ორივე სცენარისთვის ვართ მზად, ვერც ერთი სცენარის პირობებში ვერავინ ვერ შეარყევს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ზაზა შათირიშვილის წერილს აფასებს რეჟისორი გოგა ხაინდრავა. ის გლობალური ომის პარტიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას, რომელმაც მთელ მსოფლიოს ეკონომიკური ომი გამოუცხადა, ეს გადაწყვეტილება მარტო არ მიუღია. ტრამპის ადმინისტრაციამ ეკონომიკური ომი გამოუცხადა მთელ მსოფლიოს. მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან სახიფათო მოვლენაა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა ხდება უკრაინაში ამ 2 წლის განმავლობაში, როდესაც ევროპის შუაგულში ძინვარებს ომი, თუ დავამატებთ ამას ეკონომიკურ ომს, ჩვენ ერთ ნაბიჯია მსოფლიო ძალიან სერიოზული კატასტროფისგან, რასაც ბირთვული ომი ქვია. მეგობრებს ესე არ ექცევიან, როგორც ამერიკა მოექცა გინდა დიდ ბრიტანეთს და გინდა ევროკავშირს. არანაირი მეგობრობა ქვეყნებს შორის არ არსებობს. ეს არის დიდი ტყვილი, ეს არის იმისი მაკეინის და აკერმანის ეს საწამლავი. ვინ არის ჩვენი მეგობარი? ჰაცკა არის ჩვენი მეგობარი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც გუშინ წინ განაცხადა, რომ უნდა მოვითხოვოთ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერონ საქართველოს და ვითომ ბიძინა ივანიშვილს სჯიან ამით. შემსრულებლები დავალების აი იმ Deep States რო ეძახიან, ხო, ვითომ
ჩვენ გვაბრალებდნენ რაღაცა მოვიგონეთ ჩვენ ომის პარტია. აგერ თუ მოვიგონეთ ომი, თელ ომს სოფლიოს გამოუცხადეს ეკონომიკური ომი. რა გინდათ მითხრათ რომ ეს ტრამპმა მარტომ გადაწყვიტა რომ ეს 69 ქვეყანას ტარგეტები დაადოს? ამას ვინ დაიჯერებს? ისევე როგორც ბაიდენი მართავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც საკუთარი ცოლის სახელი აღარ ახსოვდა. სურსათის უნებლობის სამსახურის ინფორმაციით ჭარბი ალფა-ტოქსინების შემცველი რძე ბაზრიდან უკვე ამოღებულია. უწყებამ დამატებითი განმარტება ცოტა ხნის წინ კურიერთან გააკეთა. მანამდე თემაზე დაავადებათა და კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა. პატა იმნაძემ თქვა, რომ ალფა-ტოქსინების ის რაოდენობა, რაც სოფლის ნობათის რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე ინტოქსიკაციას ვერ გამოიწვევს. სპეციალისტების თქმით, საქართველოს ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია. კომპანია სოფლის ნობათის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა სააგენტოს დადგენილებით არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს. ამ თემაზე ლევან ფანცხავა მუშაობს, ის კურიეს უერთდება. ლევან, რა განმარტებები გააკეთეს სურსათის უნებლობის სამსახურში? დიახ, ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს, რომლებიც განმარტავენ, რომ ისინი საწარმოებს წელიწადში მინიმუმ 8-ჯერ ამოწმებენ. აქედან გამომდინარე, საუბარია მაღალი რისკის შემცველ საწარმოებზე, რომლებიც აწარმოებენ რძეს და როგორც სააგენტოში განმარტეს, შემოწმების შედეგად კონკრეტულ რძის პროდუქტში აღმოჩნდა გარკვეული ნივთიერება მაღალი დოზით და ჭარბი დოზით, რამაც გამოიწვია ის, რომ ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები სააგენტოს მხრიდან და ამ დროისთვის უკვე ქვეყნის მასშტაბით კონკრეტული რძის პროდუქტები მოხმარებიდან არის ამოღებული. აქედან გამომდინარე, სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის საფრთხე იმისა, რომ მოქალაქეებმა ეს პროდუქცია შეიძინონ, აღარ არსებობს და როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, არც იმის საფრთხე არსებობს, რომ მსგავსი ფაქტი განმეორდეს, რადგან უკვე მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ წუთებში წამოწმებენ მათი თანამშრომლები კონკრეტულ საწარმოებს და რძის პროდუქტებს და მათივე განცხადებით აქამდე მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. იყო მცირე რაოდენობის პარტია, მყისიერად ინფორმაცია როგორც კი მოგვეწოდა გავასაჯაროვეთ და ამავე დროს თავად ბიზნეს ოპერატორი ძალიან აქტიურად გვეთანამშრომლება, მიეწოდა ინფორმაცია და იმავე დღეს მოხდა, დაიწყო ამ კონკრეტული პარტიების ამოღება ბაზრიდან. მზის მწარმოებლები მიეკუთვნებიან მაღალი რისკის მწარმოებლებს და ამიტომ ასეთ ობიექტებს მინიმუმ 4-ჯერ ამოწმებთ. ეს ნიშნავს 4-ჯერ გეგმური შემოწმება, 4 გადამოწმებით. ჩათვალეთ, რომ ყოველ 2 თვეში ერთხელ ჩვენი ჩვენი სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება მაღალი რისკის საწარმოებში. აქამდე მსგავსი პრობლემა არ გქონია კონკრეტულ ბიზნეს ოპერატორთან საერთოდ მიმართებაში არ გქონია. ეს არის პირველი შემთხვევა მცირე პარტიებთან დაკავშირებული, კონკრეტული პარტიებია მითითებული ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც იყო დაკავშირებული ამ გადაცდომასთან. ბუნებრივია ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ექიმებს, რომლებიც ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში მონაცემები ნორმებს ცდება, თუმცა ეს არ არის ტოქსიური მაჩვენებელი, როგორც ექიმები განმარტავენ, ასევე ვესაუბრეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს პატა იმნაძე ამბობს, რომ ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დგას ამ დროისთვის ადამიანის ჯანმრთელობა, რადგან უკვე განადგურებულია აღნიშნული პროდუქტი და ამოღებულია მოხმარებიდან, თუმცა პატა იმნაძე აცხადებს იმასაც, რომ მას შემდეგ რაც რეალიზაციაში გავიდა კონკრეტული რძის პროდუქტი და თუ მოიხმარა ადამიანმა, ეს საფრთხეს მისთვის არ წარმოადგენს, რადგან ამას მასშტაბური და სისტემური ხასიათი არ ჰქონია. ქართული ნორმა არის ევროპული სრულად დასაშვები კონცენტრაციის. გადააჭარბა მას, თუმცა ამას არ გადაუჭარბებია მაგალითად ამერიკაში და იაპონიაში დაწესებული ზღურულად დასაშვები კონცენტრაციისთვის. პროდუქტი რა თქმა უნდა ამოიღოს და გაინადგუროს, იმიტომ რომ ქართულ ნორმას არ შეესაბამება, მაგრამ რეალურად ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დაწესებული ნორმა უფრო მეტია ზღურულად დასაშვები კონცენტრაციის. აქედან გამომდინარე, რეალური არავითარი საფრთხე არ არსებობს. მისი ზღურულად დასაშვები კონცენტრაცია ბევრად უნდა აჭარბებდეს, თქვა, დასაშვებ და ეს უნდა ხდებოდეს ძალიან ხანგრძლივად, რომ მან რაიმე ეფექტი მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ის მონაცემები, რასაც გვაძლევს სურსათის ეროვნული სააგენტო, მიუთითებენ ქვეყანაში მიღებული ნორმის გადაჭარბებაზე, რომელიც გაცილებით ნაკლებია ვიდრე სხვა ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის ტოქსიური მაჩვენებელი. ტოქსიურ მაჩვენებლად ჩვენ განვიხილავთ იმ ციფრს, რომელიც მკვეთრად აღემატება დასაშვებ ნორმას.
აქედან გამომდინარე რისკი იმისი, რომ ის მაჩვენებელი აფლატოქსინის, რომელიც დაფიქსირდა რძეში, პირდაპირ ზეგავლენის მომხდენი ყოფილიყო ბავშვის ჯანმრთელობაზე, რა თქმა უნდა არ არსებობს. განცხადება გაავრცელეს სოფლის ნობათშიც, როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, შესაბამის უწყებებთან ისინი ამ დროისთვის თანამშრომლობენ და მათივე განცხადებით აზერბაიჯანულ პარტნიორთან, საიდანაც კონკრეტული რძის ნაწარმი მიიღეს, ამ დროისთვის ურთიერთობას წყვეტენ. მორიგი უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში ასე აფასებს ქართული ოცნება საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადებას. შერას გასრის პოზიციას ალჩომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნა, მაშინ თქვამია, რომ უნდა შეწყდეს რეპრესიები და გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებული პატიმრები. დიპლომატს ქართულმა ოცნებამ საფრანგეთის მისამართით ლეპენის საქმეზე მსოფლიო ლიდერების კრიტიკა შეახსენა, მათ შორის დონალდ ტრამპის განცხადება, რომელიც პარის ლეპენის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. ფრანგული პოლიტიკური გარემოს და დემოკრატიული გარემოს შედარება ქართულ გარემოსთან უბრალოდ შეუძლებელი გახავთ. მე არ გახავთ პოლიტიკური მიმოხილველი, არ გვინტერესდება შიდა პოლიტიკური საკითხებით იმ ქვეყნების, რომელთაც არ გააჩნიათ სისტემური დემოკრატიული პრობლემები. საუბარი საფრანგეთში კონკრეტულ პოლიტიკურ შემთხვევაზე არის აბსოლუტურად ესეთი ამორალური და ვერე არაადეკვატური, როცა სურთ, რომ ყურადღება გადავიტანოთ აი ამ სასიცოცხლო პრობლემებიდან საფრანგეთში შექმნილ პოლიტიკურ რაღაც საკითხს. ხედავთ ჩვენ რომ არის განსაკუთრებული ხელშეწყობა საქართველოში რადიკალური ძალების მიმართ დღემდე მიუხედავად იმისა რომ მე მოუწოდე როგორც საფრანგეთის საელჩოს ისე სხვა საელჩოებს რომ დაეგმოთ და გამეჯნოდნენ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების ორგანიზებული აქციის დროს თავდასხმას ბოლოს 31 მარტს იყო ეს თავდასხმა, როდესაც ასევე დაზიანდა პარლამენტის შენობა, აღარაფერს ვამბობ, დეკემბერში პარლამენტის შენობაზე თავდასხმაზე, როდესაც 9 მილიონი ლარის ზიანი მიადგა საქართველოს პარლამენტს. მას სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ არავინ არ იმიჯნება ძალადობას საფრანგეთში ასამართლებენ პოლიტიკურ ოპონენტებს, საფრანგეთის მოსახლეობა ბოლო კვლევებით, რომელიც ჩატარდა ფიგაროს მიერ, 60% ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, 50% სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამის ფონდ საფრანგეთის ელჩის მხრიდან საუბარი თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე და საუბარი თითქოს რაღაც კრიზისი იყოს პოლიტიკური, უბრალოდ არასერიოზული არის. სამწუხაროდ ეს რაღაცნაირად აქციეს უსტანდარტო სტანდარტად, რომ ყველა ვისაც არ ეზარება დიპლომატიური მისიებიდან, რატომღაც ფიქრობს, რომ არის თავისუფალი ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. შევახსენებ, რომ სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მხრიდან არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ანუ თუ კი საერთაშორისო სამართლის დარღვევად ისინი აფასებენ როგორც ქცევას, რომელიც დამახასიათებელი მათი გადმოსახედიდან არის რუსეთისთვის, მაშინ ნუ მოიქცევიან ისე, როგორც მათი გადმოსახედიდან იქცევა რუსეთი. თემაზე შეკითხვა ჟურნალისტებმა ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრს დაუსვეს. ირაკლი ყობახიძე ამბობს, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს და არავინ უნდა ჩაერიოს სხვა სახელმწიფო საქმეებში. საფრანგეთის ელჩმა უნდა მიხედოს პირველ რიგში თავის ქვეყანას. თქვენ ხედავთ რა ხდება საფრანგეთში, ხო? არის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც აქვს გამარჯვების სერიოზული შანსები და მას აღუკვეთეს არჩევნებში მონაწილეობა და ამ დროს ჩვენთან მიმართებით აქვთ შენიშვნები ისეთ საკითხებზე, რაც საერთოდ არავითარ შენიშვნას არ ემსახურებს. თვითონ საკუთარ საქმეებს მიხედავთ, ჩვენ არ ვაკეთებთ ხოლმე განცხადებებს იმის შესახებ თუ რა ხდება საფრანგეთში. ყველამ უნდა პატივი სცეს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, არავინ არ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის საქმეებში. მით უმეტეს, როდესაც ამას აკეთებს დიპლომატი ელჩი, ეს არის ვენის კონვენციის პირდაპირი დარღვევა. ტრამპი ლეპენის გათავისუფლებას ითხოვს. ამერიკის პრეზიდენტმა ფრანგი ულტრამემარჯვენე ლიდერის გასამართლებას კუდიანებზე ნადირობა უწოდა. განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ გვერდზე გავრცელა. კიდევ ერთი მაგალითი თუ როგორ იყენებენ ევროპელი მემარცხენეები კანონს, რათა სიტყვის თავისუფლება ჩაახშოთ და პოლიტიკური ოპონენტი ცენზურას დაუქვემდებარონ. ამჯერად კი იმდენად შორს წავიდნენ, რომ ეს მოწინააღმდეგე ციხეში ჩასვეს. ეს იგივე სცენარია, რომელიც ჩემ წინააღმდეგ გიჟების და ლუზერების ჯგუფმა გამოიყენა. განცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, ლეპენის წინააღმდეგ საქმე მაშინ დაიწყო, როდესაც მან პოლიტიკაში დიდ წარმატებას მიაღწია. ეს ყველაფერი საზიანოა საფრანგეთისთვის და დიდებული ფრანგი ხალხისთვის. გაათავისუფლეთ მარინ ლეპენი, დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა.
ქართულ მოცემებამ პარლამენტის ახალი რეგლამენტი დაინიცირა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით ორმაგდება ანგარიშვალდებული პირების ინტერპელაციების რაოდენობა და დანიშნულებას კარგავს მინისტრის საათი. ინტერპელაციის დღე იქნება პლენარული სხდომის ყოველ კვირას. პროექტი განსახილველად ბიუროზე ორშაბათს გავა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მოქმედი რეგლამენტი, რომელშიც 65 სხვადასხვა ცვლილებაა შეტანილი, უკვე 7 წელია ძალაშია. მოხდა ხარვეზების შესწავლა და საჭირო გახდა ახალი სტრუქტურის შექმნა, რათა დუბლირებები გამოირიცხოს. ახალი რეგლამენტი ძალაში ივლისიდან შევა. ახალი რეგლამენტის პროექტით აღმოიფხვრება ყველა ორაზროვნებები, რაც არის პროცედურებში და ასე შემდეგ. იცით, რომ ხანდახან იყო ხოლმე სხვადასხვა განმარტებების მცდელობები. რომ გითხრათ, რა არის ძირითადი ცვლილებები. პირველიც გეხლავთ, რომ ინტერპელაციების რაოდენობა ორმაგდება. ინტერპელაცია გახლავთ პარლამენტის წევრების ინსტრუმენტი, რათა კითხვით მიმართონ მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს, სხვა ანგარიშვალდებულ პირებს და დაიბარონ უბრალოდ ამ კითხვაზე პასუხად შესაბამისი სუბიექტები უნდა მოვიდნენ პარლამენტში და პლენარული სხდომის ფორმატში უპასუხონ კითხვებს და შემდეგ იმართება დებატები. სესიის განმავლობაში 4 ინტერპელაცია იყო, ეხლა ორმაგდება, რაც ნიშნავს, რომ ყოველ პლენარული სხდომის ყოველ კვირას იქნება ინტერპელაციის დღე. აქედან გამომდინარე თავის დანიშნულებას უკვე კარგავს მინისტრის საათი. მინისტრის საათის შემთხვევაში მოდიოდა წელიწადში ერთხელ, რამდენი კითხვაც იქნება, იმდენჯერ მოუწევს მინისტრს მოსვლა. ყოველწლიური ანგარიში იყო და რჩება პრემიერ-მინისტრის, რომელიც მთავრობის ანგარიშს შეხება მთლიანად და რა თქმა უნდა, იქ საუბარია თითოეულ სამინისტროზე. დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია 34 წლის ქალი. გამოძიების ინფორმაციით დაზარალებულ ცოლ-ქმარს სურდა სუროგაციით შვილი ყოლოდა, რისთვისაც ნაცნობს მიმართა. ბრალდებულმა ისარგებლა მათი ნდობით, უთხრა, რომ მოიძია ორი სუროგატი დედა და არწმუნა, რომ დაიბადნენ მდედრობითი სქესის ახლშობილები, რომლებსაც შექმნათ ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც დამატებით ვითომ და მათი მკურნალობის მიზეზით გამოსალა დიდი ოდენობით თანხა. ზარალმა ჯამში 310,000 ლარი და 15,000 დოლარი შეადგინა. ინფორმაცია კურიერი PS-მა ექსკლუზიურად ჯერ კიდევ 2 კვირის წინ გავრცელდა. გადაცემაში გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც დაზარალებული ოჯახი ყვებოდა როგორ ენდო ნაცნობ ქალს, რომელმაც დიდი ოდენობით თანხა მათ მოტყუებით გამოსალა. კიდევ ერთი დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით. კახეთის პოლიციამ რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ. გამოძიება 213 მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა. ორს ბრალი წაუყენეს, აქედან ერთი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. დაკავებები თბილისში, ლანჩხუთსა და ბათუმში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში და ასრულებდნენ მათ დავალებებს. გარჩევებით, დაშინებით, მუქარი და კრიმინალური გავლენების გამოყენებით სარგებლის მიღების მიზნით მოქმედებდნენ გურიის რეგიონში. ამღებულია კომპიუტერული ტექნიკა, ტელეფონები, იარაღები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, მარიხუანა და ფული. 23 ივლისს საქართველოს სტარინგ ჯორჯიას ფარგლებში მსოფლიოს სუპერვარსკვლავს ჯასტინ თიმბერლეიქს უმასპინძლობს. 10 გრემის ოსკარის ნომინაციის და მილიონობით გაყიდული ალბომის ავტორი ქართული მსმენელის წინაშე დინამო არენაზე წარსდება. ბილეთების გაყიდვა 8 აპრილს 12 საათიდან დაიწყება. ეს იყო ბოლო ინფორმაცია, კურიერი გემშვიდობებად 6 საათამდე. თქვენ კი შეგიძლიათ დღის სიახლეებს გაეცნოთ ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავი 2.g. დროებით.